საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ახალ გაძლიერებულ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უელსში მიმდინარე სამიტზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ბოგ რასმუსენმა გააკეთა. რაც გულისხმობს პუნქტები, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ითვალისწინებს და რა შანსებით ბრუნდება ქვეყანაში ქართული დელეგაცია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. უელსში მიმდინარე ნატო სამიტის მეორე დღე ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნეს. ანდერ ბოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ნატო პარტნიორებს დაეხმარება. იმ ქვეყნებისთვის კი, რომლებიც სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვთ, ნატოს კარი ღიაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ალიანსი ის ორგანიზაცია უნდა გახდეს, რომელიც არაწევრი ქვეყნების დაცვასაც მოახერხებს. ვიდრე ჩვენ აქ შეხვედრებს მართავთ, რუსეთი საკუთარი ქმედებით უკრაინაში გლობალური უსაფრთხოების პრინციპულს საფუძვლებს ისეთი გამოწვევების წინაშე აყენებს, როგორიც ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა. ჩვენ გამოწვევებს უნდა უპასუხოთ ერთიანობით და სიძლიერით. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნატოს კვლავ შეუძლია თავისი წევრი ქვეყნების დაცვა ნებისმიერი საფრთხისგან. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში, თუმცა ჩვენი დახმარება სჭირდებათ და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენ სტანდარტებს და სურთ ნატოში გაწევრიანება, ჩვენი კარი ღია რჩება. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი პარტნიორობა და შევქმნათ უფრო ეფექტური თავდაცვის ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას მთელს მსოფლიოში. ამისთვის ნატო უნდა გახდეს ორგანიზაცია, რომელიც არ არის მხოლოდ თავდაცვის უნარიანი, არამედ შეეძლოს სხვების დაცვაც. უელსის სამიტის ფარგლებში საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ახალ გაძლიერებულ პაკეტს მიიღებს, რომელიც ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში განთავსებას ითვალისწინებს. ანდერ ბოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო თანახმაა საქართველოს თავდაცვითი გაძლიერების კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა ქვეყანას აგრესიის შემთხვევაში თავდაცვის საშუალება ჰქონდეს. სამიტის პარალელურად მარგველაშვილმა შეხვედრების საქართველოს ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ჰერმან ვან რომპეისთანაც გამართა. საუბრის ძირითადი თემები ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გარდა რეგიონში შექმნილ მდგომარეობასაც შეეხო. ის პროგრესი, რომელსაც საქართველოს მართლაც მიაღწია, ეს ღირსეულად იყოს ასახული, ეს ერთი, მეორე ის, რომ საქართველოს ნატოს სამიტის მერე იყოს უფრო მეტად დაცული, ვიდრე არის ნატოს სამიტამდე და მესამე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი მიეცეს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. საქართველოს გადაეცემა სპეციალური პაკეტი, რომელიც მას ხელს შეუწყობს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და იმავდროულად გააძლიერებს მის მზადებას ნატოში ინტეგრაციისათვის. შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე ალიანსთან ურთიერთობის ახალ სტატუსს და ოქროს ბარათს მიიღებს. ოქროს ბარათის მიღების შემდეგ ეს ქვეყნები ნატოს ნომერ პირველ პარტნიორებად განიხილებიან, რაც ნატოს წევრობის გარეშე ალიანსთან გაძლიერებულ თანამშრომლობას ნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ერთადერთია ასპირანტი ქვეყნებიდან, რომელიც ამ ჯგუფში მოხვდა. დღეს ინაუგურაცია მოხდება, დაიწყება ახალი ფორმატი, რომელიც არის გაძლიერებული შესაძლებლობების ქვეყნისთვის და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა ასპირანტ ქვეყნებში, რომელიც გახდა ამ ასე ვთქვათ ახალი ფორმატის და ინიციატივის ნაწილი. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. უელსის სამიტის შედეგებზე მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები საქართველოში. მართველი გუნდი ფიქრობს, რომ ეს სამიტი ნატოსთან დაახლოებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს უკვე მომავალ სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისთვის საუბარი წევრ ქვეყნებთან დაიწყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიიღებს იმას და შეფასდება ყველა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივახციეთ. ტრანსფერია. ჩვენ აღნიშნული სამით კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოსთან. საქართველოს უელსის სამიტზე წარდგა ძალიან სერიოზული, მომზადებული სამუშაოთი. ეს შედეგები არის ქვეყნის შედეგები და ის წარმატება, რომელიც უელსის სამიტზე აქვს საქართველოს, როგორც თავდაცვის მინისტრმაც აღნიშნა დღეს, მე მჯერა, რომ უკვე მომავალ სამიტზე საქართველოს ევროპაზე შეძლებს სერიოზულად ჩვენს მოკავშირეებთან საუბარს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ორდღიანი სამიტი დიდ ბრიტანეთში გუშინ დაიწყო, რომელზეც საქართველოს დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით იმყოფება.